დავიწყოთ კახაკალაძის განცხადებით, რა ბედიელის ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს ირაკლი ქარსელაძე აღმოჩნდება თუ არა საბრალდებო სკამზე. ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი დღეს თბილისის მერს მოუწია. კახაკალაძე ვერ გამორიცხავს, რომ ირაკლი ქარსელაძეს ხელბორკილები დაადონ და გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. კალაძე ამბობს, რომ ძალიან წუხს ყოფილი თანაგუნდელების ქმედებების გამო და იმის გამოც, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები არის აღწული. ქართული ოცნების ლიდერებიც და რიგითებიც დღეს იმის მტკიცებაში არიან, რომ სრულად ხელისუფლება კორუმპირებული არ არის. Ამდენი წლის განმავლობაში ეს ადამიანები თუ კორუფციაში იყვნენ ჩაფულები, დღეს მაინც და მაინც რატომ გაგვახსენდა ამ ადამიანების დაკავება და ელოდებით თუ არა ქარსელაძის დაკავებასაც? დაკავებებზე ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი, ამას შესაბამისი უწყებები ამასთან დაკავშირებით გააკეთებენ განმარტებას, ყველაფერი დამოკიდებულია გამოძიებაზე, შესაბამისად წინასწარ მე რაიმე განმარტების გაკეთება ამასთან დაკავშირებით ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, ძალიან საწყენია. საქმე უმეტეს როდესაც ეხება ყოფილ თანაგუნდელებს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამოწმდება. მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ის რესურსი, რომ არავის არაფერი შეარჩინო. მათ შორის არც ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს და ღმერთთან უქნას ვინმე არ დაუშვოს კიდევ ესეთი გადაცდომა, მაგრამ ჯერჯერობით გამოძიებას უნდა ვაცალოთ. არა აქვს არანაირი შენდობა, არც ერთ ადამიანს არ ექნება, რაც არ უნდა უშველებელი სიკეთე გააკეთოს ქვეყნისათვის, თუ კი გადაცდება იმ წითელ ხაზს, რომელიც გავლებულია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ კარგად მოვისმინეთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, ისი პოლიტიკაში დაბრუნების ეს ეტაპი განპირობებული იყო იმით, რომ ასეთი ნიშნები შეიმჩნეოდა სამწუხაროდ, ზოგიერთი ნიშანი არა მარტო შეიმჩნევა, არამედ დადასტურდა კიდევაც. ვიდრე ქარსელაძის ბედი გადაწყდება, მის მოადგილეს, ყოფილ მოადგილეს წარუდგინეს სულ ცოტა ხნის წინ დიღმის იზოლატორში ბრალდება. მთავარი საგამოძიებო უწყება კობა გაბუნიას ედავება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მუხლი რა მუხლითაც მოხდა გაბუნიასთვის ბრალის წარდგენა სავალდებულო დაცვას არ ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ დიდი ალბათობით ბრალის წარდგენის პროცესს მისი ადვოკატი არ დაესწრო. ყოველ შემთხვევაში უფლებადამცველმა ჩვენ გითხრა, რომ მედიით გაიგო, რომ გაბუნიასთვის ბრალის წარდგენა მოხდა. პროკურატურა გაბუნიასთვის ითხოვს პატიმრობას, საკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით ისინი სასამართლოს მიმართავენ, თუმცა დღესვე მოხდება თუ არა ამ საქმეზე, საკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა ჯერჯერობით უცნობია სასამართლოში, ჯერ შუამდგომლობა პროკურატურას არ შეუტანია. ბრალდებულის უშუალო დაქვემდებარებაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შეპესე ლაგი კაპიტალი. ბრალდებულისათვის ცნობილი იყო, რომ ლაგი კაპიტალი ხელშეკრულებებით ნაკისრო სამუშაოებს არ ასრულებდა და ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვდა საამასო თანხების გაცემას. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ლაგი კაპიტალს ეტაპობრივად ამასის სახით გადაურიცხა 11.200.000 ლარზე მეტი. ჩარიცხული თანხებიდან ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები მართ საწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9.365.000 ლარს. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული საბავშვო ბაღები არ აშენებულა. კობა გაბუნია ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე რა სიტყვის სასამართლო პროცესზე ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან, მისცემს თუ არა ვინმეს წინააღმდეგ, ან მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენებას ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე მას ჩვენება გამოძიებისთვის არ მიუცია, არ არის გამორიცხული თუ ისიც გადაწყვეტს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. პროკურატურამ პატიმრობის ნაცვლად მასთან დაკავშირებითაც გირაო მოითხოვოს. ჯერჯერობით უცნობია დღეს იქნება სასამართლო პროცესი გვიან ღამით თუ იქნება ხვალ. პროკურატურა ჯერჯერობით არ ამბობს დღესვე მიმართავს თუ არა სასამართლოს საკვეთ ღონისძიებასთან მსჯელობთ, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით.